არავინ არის შეშლილი. გქონიათ ასეთი გამოცდილება? თქვენ კითხულობდით თქვენთვის პატივსაცემი ადამიანის ბიოგრაფიას, შემდეგ წააწყდით ისეთ შემთხვევას, სადაც მან ცუდი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღო და გიფიქრიათ, რომ ის შეშლილი იყო. ან იქნებ გითხრეს ნათესავზე ან მეზობელზე, რომელიც ერთ დროს მდიდარი იყო, მაგრამ თითქმის მთელი ქონება მოკლე დროში დაკარგა და გაბრაზებულ ხართ, თუ როგორ ვერ მართავდა თავის ფულს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ მაინც განიცადა მსგავსი რამ. როცა უყურებთ, როგორ იქცევიან ადამიანები ფულთან მიმართებით, გიჩნდებათ სურვილი იფიქროთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეშლილია. მაგრამ სინამდვილეში არავინ არის შეშლილი. ადამიანები ხშირად იღებენ საშინელ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს იმიტომ არაა, რომ ფიქრი არ შეუძლიათ. უბრალოდ, როცა საქმე ფულს ეხება, ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. ჰაუსელი თვლის, რომ შენი გამოცდილება ფულთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული გამოცდილებების მხოლოდ 0.000000001%-ს შეადგენს. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თაობაში დაიბადნენ, ფულს სხვადასხვაგვარად უყურებენ და ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას მათ შორის, იმაზეც როგორ აბანდებენ ფულს. მაგალითად, თუ დაბალი ინფლაციის პერიოდში დაიბადეთ, უფრო მეტი შანსია, რომ ობლიგაციებში ჩადოთ ინვესტიცია, ვიდრე ის, ვინც მაღალი ინფლაციის დროს დაიბადა. ფულთან კარგად ყოფნა ნაკლებად არის დაკავშირებული თქვენს სიჭკვიანესთან და ბევრად უფრო მეტად თქვენს ქცევასთან. ქცევის სწავლება კი რთულია, ძალიან ჭკვიანი ადამიანებისთვისაც კი. ჩვენ გონება დაგვიპროგრამეს ვიფიქროთ, რომ შედეგები, რასაც ვიღებთ, 100%-ით ჩვენი ქმედებების შედეგია. თუ ჩავფლავდით, ალბათ რაღაც ცუდად გავაკეთეთ. თუ წარმატებული ინვესტიცია გავაკეთეთ, კარგი ინვესტორები ვართ. მაგრამ რეალობა ყოველთვის ასეთი არ არის. ჭკვიანურად გაანგარიშებული ინვესტიციებიც მარცხდება და ზოგჯერ მოგება მოდის თითქოს უაზრო გადაწყვეტილებებიდან. ცხადია, წარმატება მხოლოდ გონიერებასა და შრომას არ უკავშირდება. იღბალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად, რამდენი იღბალი მოდის წარმატებასთან ერთად, მაგრამ ვიცით, რომ ის უეჭველია. წარმატება ხშირად უკავშირდება ისეთ შემთხვევით ფაქტორებს, როგორიცაა შესანიშნავი მენტორის გაცნობა ან სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა. ეს ის ფაქტორებია, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ეს იღბალია. სიამაყეა იმის ვარაუდი, რომ შენი ყველა წარმატება მხოლოდ შენი შრომის პირდაპირი შედეგია. საპირისპიროც მართალია. ზოგიერთი წარუმატებლობა გამოწვეულია არახელსაყრელი გარემოებებით. სიკვდილი, უბედური შემთხვევები, უკონტროლო მსოფლიო მოვლენები და ასე შემდეგ ადამიანებს ხშირად აკარგვინებს შესაძლებლობებს და წარუმატებლებად აქცევს მათ. თავარია, ნუ იჩქარებ ადამიანების ფინანსების განსჯას, როცა მთელი ისტორია არიცი. იღბალს და რისკებს თითქმის ვერაფერს ვუშვებით. მაგრამ არსებობს სხვა რამეები, რაც ჩვენს ხელშია და გონივრულია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რისი კონტროლიც ნამდვილად შეგვიძლია. მოდი, იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ. შეწყვიტე ფულის დევნა. თანამედროვე კაპიტალიზმი არის მონეტა, რომელსაც ორი მხარე აქვს. კარგი და ცუდი. ერთი მხრივ, ის გაძლევს საშუალებას დააგროვო სიმდიდრე, რომელიც შეგიძლია შენს შვილებს გადასცე სიკვდილის შემდეგ. ეს არის კარგი ნაწილი. მონეტის მეორე მხარე ისაა, რომ ის ხელს უწყობს შურს, იქი ფლის, ისეთ შურს, რომელიც გაქცევს ფულის მუდმივ მდევნელად. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ უკვე აყენებს ფულს ბედნიერებაზე მაღლა. კაპიტალიზმის მოტყუება იმდენად დახვეწილია, რომ ხშირად მის ბნელ ქსელში გაბმამდე ვერ ხვდები რა ხდება. შეიძლება გეგონოს, რომ საკუთარ თავზე და შენი ოჯახის მომავალზე მუშაობ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ცდილობ მეტი გამოიმუშაო, ვიდრე მეზობელმა. ამ ტიპის კონკურენციაში პრობლემა ისაა, რომ ფულის დევნაში შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცები გასწირო, როგორებიცაა თავისუფლება, დრო, ოჯახი და რეპუტაცია. რამდენი პატივსაცემი ადამიანი გინახავს, რომელსაც სახელმწიფო თანხები მოუპარავს და ციხეში აღმოჩენილა? თუ პირადად არავის იცნობ, მაინც უამრავი მათგანი გინახავს სიახლეებში. მაგრამ ეს უკიდურესი მაგალითია. რაც უფრო ხშირად ხდება, არის ის, რომ ადამიანები დროს და ძვირფას ურთიერთობებს სწირავენ სამუშაოს. შენი ბედნიერება ფულთან შედარებით შეუფასებელია.
ნუ დევნი ფულს მის ფასად. ამ ნახის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა არის იმის გააზრება, რომ მეტი ფული არ ნიშნავს მეტ ბედნიერებას. განსაზღვრე შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცების სამუშაოსა და ფულის გარდა. შემდეგ შექმენი სისტემა შენი ცხოვრების გარშემო, რომელიც საშუალებას მოგცემს ყურადღება. მიაქციო მათ. ეს შეიძლება ნიშნავდეს ნაკლებად მუშაობას, რათა მეტი დრო გქონდეს ოჯახისთვის, ან უარის თქმას საეჭვო გარიგებებზე, რომელმაც შეიძლება ციხეში მოგახვედროს და თავისუფლება გაკარგვინოს. სისტემა შენთვის უნიკალური იქნება, მაგრამ მთავარია შექმნა ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ ფულის დევნას არ ეხებოდეს. შენი დროის კონტროლი არის ყველაზე დიდი დივიდენდი, რაც ფულს შეუძლია გადაგიხადოს. მორგან ჰაუზელი. იყავი ორიენტირებული გრძელვადიან თამაშზე. თუ პირად და კორპორატიულ ფინანსებს გრძელვადიან თამაშად ჩათვლი, უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ თამაში დიდხანს დარჩე. ინვესტორები, რომლებიც მხოლოდ მოკლევადიან მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, დიდხანს ვერ რჩებიან ბაზარზე და ეს არ უკავშირდება მათ უნარებს. უბრალოდ არავის შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს ბაზრის ქცევა. ყველაფერი სწრაფად იცვლება. შეიძლება გეგონოს, რომ დაიჭირა საფონდო ბაზარი და ზუსტად იცი, საით მიდის, მაგრამ მოულოდნელი ცვლილებები შენს წარმოდგენებს სწრაფად დაამსხვრევს. ამ მიზეზით უამრავმა ინვესტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კარიერის გარკვეულ ეტაპზე მათ დიდი მოგება მიიღეს, თუმცა სიხარბემ აიძულა ეფიქრათ, რომ უკვე ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ შემდეგ დაკარგეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ. და კიდევ უფრო მეტ 1920-იანების ლეგენდარული ინვესტორი ჯესი ლივერმორი ამის კლასიკური მაგალითია. ის იმდენად წარმატებული იყო, რომ 1929 წლის საფონდო ბაზრის კრახი მხოლოდ აიცილა კი არა, მრავალი მილიონი დოლარიც კი გამოიმუშავა, მაშინ, როცა უმეტესობამ თავისი ქონება დაკარგა. წარმატება მარტო არა რამეა. ამან ლივერმორს დააჯერა, რომ მან ბაზრები დაიპყრო. ასე რომ, ამ უზარმაზარი მოგების შემდეგ ის აგრძელებდა ინვესტირებას და კარგვას, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. მისმა შეუპოვრობამ შედეგი არ გამოიღო. მან ყველაფერი დაკარგა, რაც ჰქონდა და 2 დღითაც კი გაიქცა ოჯახიდან სირცხვილის გამო. ჯესი ლივერმორი ვეღარ გამოჯამრთელდა ამ დანაკარგისგან და საბოლოოდ მან თავი მოიკლა. შენი ინვესტირების უნარი მოგიტანს ფულს, მაგრამ სიმდიდრის შესანარჩუნებლად მეტი გჭირდება, ვიდრე უბრალოდ უნარი. ინვესტირება სარისკო თამაშია, რომელსაც დიდი ჯილდოების პოტენციალი აქვს, მაგრამ თუ შეგიპყრო სიხარბემ და ძალიან სწრაფად გინდა ამ დიდი ჯილდოების მიღება, შეიძლება დაკარგო შენი ფული. ამ თამაშის ოსტატები ამას ხვდებიან, ამიტომ თამაშობენ გრძელვადიან პერსპექტივაში. ისინი ირჩევენ მეთოდს, რომელიც გრძელ ვადაში დააგროვებინებთ მოგებას, ვიდრე სწრაფად და რისკიანად. აიღეთ უორენ ბაფეტი. ამ წერის მომენტისთვის ის 84.5 მილიარდ დოლარს ფლობს, მაგრამ ამ თანხის 84.2 მილიარდი მხოლოდ მისი 50 წლის ასაკის შემდეგ მოვიდა. ის კი 10 წლიდან ინვესტირებას ახორციელებს. მისი საიდუმლო არის დროსთან ერთად ცოდნის ზრდა. ის ნამდვილად ნიჭიერი ინვესტორია, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნებოდა. როცა გაქვს გრძელვადიანი მიზანი და აგრძელებ გაზრდას კარგი წლიური განაკვეთით, უკეთესი შანსი გაქვს შექმნა მდგრადის სიმდიდრე, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული. კარლ პილმერმა, როდესაც თავის წიგნზე 30 გაკვეთილი ცხოვრებისათვის მუშაობდა, საოცარი რამ აღმოაჩინა. მან 1000 ხანდაზმულ ამერიკელს ჰკითხა, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რაც მათ წლების განმავლობაში ისწავლეს. არც ერთმა მათგანმა არ ისაუბრა ბედნიერებაზე ისე, როგორც ამას დღეს ვხედავთ. საკითხზე გამოკითხულთაგან არც ერთმა არ თქვა, რომ ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ მეზობელზე მეტი ფული გქონდეს. არავინ მიუთითებდა, რომ მაღალანაზღაურებადი კარიერის არჩევა მხოლოდ ფულისა და პრესტიჟისთვის ბედნიერებას მოიტანს. და თუ ეს ყველაფერი მართალია, რაც ნამდვილად ასეა, მაშინ რაღაცას აშკარად ვტოვებთ თვალთახედვის გარეშე. უამრავი ადამიანს მტკიცედ ჯერა, რომ მეტი ფული მათ უფრო ბედნიერს გახდის. ისინი თავიანთ ბედნიერებას მთლიანად ხელფასის ზრდაზე ამყარებენ.
და შესაბამისად ძალიან უბედურ ცხოვრებას ეწევიან. გამოკითხული ამერიკელების თქმით, ბედნიერების წყარო იყო მნიშვნელოვანი ურთიერთობები, ხარისხიანი დრო ოჯახთან და იმაზე მეტი რამის ნაწილად ყოფნა, ვიდრე უბრალოდ საკუთარი თავი. როდესაც გააცნობიერებთ, რომ ამ მოსაზრებებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა უჭერს მხარს, სერიოზულად მოგინდებათ მათი გათვალისწინება. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი ბედნიერება. კატასტროფულია, როცა შენს ბედნიერებას ნივთებზე აფუძნებ, განსაკუთრებით იმ ნივთებზე, რაც ჯერ არ გაგაჩნია, რადგან შესაძლოა ისინი საერთოდ ვერ მოიპოვო. მაგრამ როცა მეტ მნიშვნელობას ანიჭებ ურთიერთობებს და მნიშვნელოვან მიზნებს, ხვდები, რომ ბევრად უფრო ბედნიერი ადამიანი ხარ. არის სწრაფო სიმდიდრისკენ, ის სწრაფე ქონებისკენ. სიმდიდრესა და ქონებას შორის განსხვავება მხოლოდ სიტყვების თამაში არ არის. სიმდიდრე ის არის, რასაც გარეთ დამკვირვებელი ხედავს, მაგრამ ქონება ჩვეულებრივ დაფარულია. ვიღაც შეიძლება ცხოვრობდეს 200, 1000-იან დოლარად შეფასებულ სახლს. ცხოვრობდეს 200, 1000 დოლარად შეფასებულ სახლში, ეს სიმდიდრეა. თუნდაც სესხით ჰქონდეს შეძენილი, მის გადახდას მაინც მაღალი შემოსავალი სჭირდება. მაგრამ ეს ქონება არ არის. ქონება ის 200-1000 დოლარია, რომელიც შენ ფულად ან აქტივის სახით ჯერ არ დაგიხარჯავს. როცა ადამიანები ამბობენ, რომ უნდათ გახდნენ მილიონერები, ისინი გულისხმობენ, რომ სურთ ხარჯვა ისე, როგორც მილიონერები ხარჯავენ. მაგრამ თუ გაქვს რამდენიმე მილიონი და ყველაფერს დახარჯავ შენ სურვილებზე, შენ ხარ ის, ვინც მილიონებს ხარჯავს და არა მილიონერი. ქონება არის ის ფული, რომელსაც ინახავ და აბანდებ. ეს არის შენ საკუთრებაში არსებული აქტივები და სწორედ ეს არ ჩანს. ადამიანების უმეტესობას მხოლოდ სიმდიდრის გარეგნული ჩვენება ესახება და სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მდიდრულად გამოიყურებოდეს. რეალურად კი ბევრი მათგანი, ვინც მდიდრულად გამოიყურება, გაღატაკებულია. როცა საქმე ქონების დაგროვებას ეხება, არავისი არ გჭირდება შთაბეჭდილების მოხდენა. არ იყიდო ის, რაც არ გჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ თავი მოაწონო ხალხს, ვინც შენზე არც კი ზრუნავს. რჩევა მარტივია, მაგრამ ადამიანები მას ყოველდღე არ ღვევენ. ხშირად ადამიანები იმიტომ ყიდულობენ ძვირადღირებულ ნივთებს, რომ გონიათ ეს მათ პატივისცემასა და აღტაცებას მოუტანს, მაგრამ მანდ ერთი სიურპრიზი იმალება, აითოს ასე იშვიათად ხდება. როცა ვიღაც გხედავს ძვირადღირებულ მანქანაში, პირველად შენზე კი არა, საკუთარ თავზე ფიქრობს. შესაძლოა იფიქრონ, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატივს გცემენ. უფრო ხშირად პირიქით ხდება, ისინი შენს მანქანას იყენებენ საკუთარი წარმატების საზომად და мотивაციას იღებენ, რომ შენზე მეც მიაღწიონ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მინუს. ისინი არ გცემენ პატივს, უბრალოდ სურთ, შენნაირები იყვნენ. ამიტომ, არ ღირს სხვისი შთაბეჭდილებისთვის საკუთარი კეთილდღეობის გაწირვა. ყურადღება გაამახვილე ქონების დაგროვებაზე და არა იმ სიმდიდრის დემონსტრირებაზე, რომელიც არ შეგიძლია. დასკვნა. გაურკვევლობა ცხოვრების თანამდევი ბუნებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიწინასწარმეტყველოთ შედეგები და მათ შესაბამისად დავსახოთ ჩვენი ქმედებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ყოველთვის ჩვენ სასარგებლოდ წარიმართება. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ შესაბამისად ადაპტირება. თუ თქვენი საინვესტიციო პროგნოზები გამართლდა, შესანიშნავია, მაგრამ როდესაც ეს ასე არ ხდება, მნიშვნელოვანია სწრაფად მოეგოთ გონს და შეცვალოთ გეგმები. ამიტომ ინვესტორები არ უნდა ჩაებღაუჭონ უკვე გაწეულ დანახარჯებს, არ უნდა ჰქონდეთ ჩაძირული დანახარჯების სინდრომი. აზრი არ აქვს პორტფოლიოზე მიჯაჭვულობას მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ზედმეტად ბევრი დრო და ფული ჩადეთ. იყავით საკმარისად მოქნილები, რომ შეიტანოთ ცვლილებები, როდესაც რაღაც არ მუშაობს. გახსოვდეთ პირველი საკვანძო პუნქტი. ადამიანები ზოგჯერ იღებენ გიჟურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არავინ არის გიჟი. ჩვენ ყველანი შეზღუდულები ვართ ჩვენი ცოდნით, გამოცდილებით და ბაზრის იმ მდგომარეობით, რომელზეც ვაჭრობთ. როდესაც კონკრეტულ ნაბიჯში არ ხართ დარწმუნებული, დაგეხმარებათ თქვენზე გამოცდილი ადამიანებისგან რჩევის მიღება. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მეგობარი, ფინანსური მრჩეველი ან საინვესტიციო კლუბის წევრი, რომელსაც მიეკუთვნებით. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მათ ჰქონდეთ საკმარისი გამოცდილება თქვენს დასახმარებლად. რაც შეეხება საინვესტიციო კლუბებს, მათი დიდი რაოდენობა არსებობს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.
იპოვეთ რომელიმე და შეუერთდით თუ ჯერ არც ერთის წევრი არ ხართ. უმეტესობისთვის რეგულარული გადასახადის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ისინი ყოველთვის ღირს ამ ფასად. ბოლო სიტყვა. დაიცავით თქვენი ბედნიერება ნებისმიერ ფასად, მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, ნუ გამოეკიდებით ფულს და ყოველთვის გამონახეთ დრო თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამეებისთვის, რადგან საბოლოოდ რა სარგებლობა მოაქვს ფულს, თუ ვერ ტკბებით მისით. სცადეთ ეს. შეუერთდით საინვესტიციო კლუბს ონლაინ. ან იპოვეთ თქვენს რეგიონში ისეთი, რომელიც რეგულარულად იკრიბება. კიდევ ერთხელ იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ.